არაფერი, ეს არის ბოლშევიკური მენტალობის გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ხედავთ ქართული ოცნების მხრიდან წლების განმავლობაში. ეს ამავე დროს აჩვენებს, რომ ლელო ძლიერი საქართველო არის ქართული ოცნების მთავარი სამიზნე, მათ ეშინიათ ჩვენი ბრძოლის, იმიტომ მათ ეშინიათ პოლიტიკური ბრძოლის და სწორედ ამიტომ ჩვენი გზავნილი იყო და არის ის, რომ პოლიტიკურ ბრძოლას განუჩნდათ იმისათვის, რომელი ფრონტის გამოყენებით იქნება ეს, რა ინსტრუმენტების გამოყენებით იქნება ეს, პოლიტიკურ ბრძოლას არ გააჩნია ალტერნატივა. ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ და ვწმუნდებით, რომ ივანიშვილს და მის ლეგიტიმაციის გარეშე დარჩენილ რეჟიმს მართლაც ჭირის დღესავით ეშინია ნებისმიერი ტიპის პოლიტიკური კონფრონტაციის და პოლიტიკური ბრძოლის, რადგანაც მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია, არ გააჩნია შინაგანი პოლიტიკური ენერგია, არ გააჩნია საერთაშორისო ლეგიტიმაცია და ძალიან კარგად იცის, რომ პირველივე კონსოლიდირებული ბრძოლა მას რეალურად ჩამოშლის. ეს არის კიდევ ერთი განწირული ცდელობა, რომ კობახიძემ, რომელიც არის ჩამოშლილი რეჟიმის ჩამოშლილი პირველი პირი, გარკვეული ტიპის იმედი დათესოს საკუთარ ამომრჩეველში. სიახლეში ეს არის ილუზია და მეტი არაფერი. ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ მეგობარი აქტი არის ძალიან კაფიო შინაარსის მატარებელი პოლიტიკური და სამართლებრივი დოკუმენტი, რომელსაც ეკრება ძალიან მძიმე გავლენა კონკრეტულად ქართული ოცნების რეჟიმზე. ამიტომაც ეს არის საკუთარი თავის დამშვიდების მცდელობა და მეტი არაფერი და ის, რომ კობახიძეს ძალიან ადარდებს საერთაშორისო ლეგიტიმაცია და კონკრეტულად ეს აქტი, ჩვენ ძალიან ბევრჯერ ვნახეთ, მათ შორის, როდესაც ის მათხოვრობდა სულაც ერთი კვირის წინ, დამელაპარაკეთო. არავინ არ მელაპარაკება, მხოლოდ სანქციებით და მსგავსი ტიპის დოკუმენტებით მესაუბრებიანო. კობახიძეს წამოწდა როგორც ძალიან სურს, რომ ვინმე მას ესაუბროს როგორც პოლიტიკურ ლიდერს და არა როგორც ტერორისტების და კრიმინალების გვერდით მყოფ რიგით პოლიტიკურ არარაობას. ეს არის კიდევ ერთი ძალიან მძიმე და სამარცხვინო მომენტი საქართველოს ისტორიაში. ეს ერთი მხრივ მოწმობს, რამდენად მძიმე არის ქვეყნის შიგნით არსებული სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა და მეორე მხრივ არის კიდევ ერთი დარტყმა ჩვენს საერთაშორისო რეპუტაციაზე, როდესაც შესაძლოა, რომ ორ მხრივ რეჟიმში ცალკეულმა სუვერენულმა სახელმწიფომ შეუწყვიტოს საქართველოს უვიზო მიმოსვლა, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყნის შიგნით არასწორი სოციალური და ეკონომიკური პირობები გვაქვს შექმნილი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის გასული ქვეყნიდან და იმიტომ რომ სამწუხაროდ მათი გარკვეული ნაწილი არის ჩართული არა მართლზომიერ აქტივობებში და სხვა ფორმის კრიმინალურ აქტივობაში. ეს არის ძალიან მძიმე ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისთვის და ბუნებრივია ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნით, პირველ რიგში ქვეყნის შიგნით სწორი სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა გავატაროთ და მეორე მხრივ ხელი შეუწყოთ იმას, რომ მიგრაციის ნაკადები შემცირდეს და ადამიანებმა აქ შეძლონ პერსპექტივის გამონახვა. ნახეთ, საქართველო არის ევროპული კავშირის წევრობის აპლიკანტი. როგორც აპლიკანტს მას ევალება გარკვეული რაღაცების შესრულება. ევროპულ კავშირს არ უთხოვია, რომ შესულიყავით და გავწერენებულიყავით ევროპულ კავშირში. ჩვენი, როგორც ქართველი ხალხის სუვერენული არჩევანია, რომ შევიდეთ ევროპულ კავშირში. ამიტომ ამ ენით საუბარი, აი აფერისტული შულერული ენით საუბარი, რითაც ახლა ეგრეთ წოდებული სპიკერი საუბრობს, ეს არის აფერიზმის გამოხატულება და მეტი არაფერი. არავის არ უთხოვია ჩვენთვის ვიცხოვროთ უკეთ. არავის არ მოუთხოვია ჩვენთვის ვიცხოვროთ მეტ მშვიდობაში, მეტ კეთილდღეობაში. ეს გვინდა ჩვენ და თუ ეს გვინდა, უნდა შევასრულოთ გარკვეული პირობები, რომელიც თავის მხრივ არის კარგი ჩვენთვის და არა ევროპული კავშირისთვის. თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, გამჭვირვალება, ეს არის კარგი ჩვენთვის, როგორც ერისთვის. არავინ არ გავალებს, რომ ვიცხოვროთ ნორმალურ სახელმწიფოში. ჩვენ უნდა გვინდოდეს ვიცხოვროთ ნორმალურ სახელმწიფოში, როდესაც ეს არ ხდება და ამაზე საუბრობენ დიპლომატები. ეს ჩარევა კი არ არის.
ეს არის შეხსენება, რომ თუ შენ გსურს იყო ამ კლუბის ნაწილი, მაშინ ასე უნდა მოიქცე. თუ არ გსურს, იყავი როგორც ხარ. ასევე წინა ჩარევებთან დაკავშირებითაც ამ მუშაობა გვაქვს, რომ წინა არჩევნებზე ჩაერევენ. რაში ჩაერევენ? დიპლომატები არჩევნებში. და ეს მიმართვა რასეულო. ვერაფერს ვერ ვიტყვი და მე არანაირი დიპლომატიური ჩარევა არ მინახავს. მე მინახავს შეხსენება იმ ნორმების და სტანდარტების, რომელიც საქართველოს უნდა დაიცვას, თუ კი სურს, რომ კანდიდატის მაგიერ, რომელიც უსასრულო ფორმალობა დარჩეს დიდი ხნის განმავლობაში, გახდეს წევრი ევროპული კავშირის და მიიღოს ყველა ის სიკეთე, რასაც გულისხმობს ევროპული კავშირის წევრობა. ჩვენ მივიჩნევთ, რომ საქართველოს გახდეს ევროპული კავშირის წევრი. და ასევე ვთვლით, რომ ამის გაკეთება შეიძლება ძალიან მალე, თუ კი ამ მავნებლების და ტოპ უტვინოების მაგიერ გვეყოლება ადეკვატური ეროვნული ხელისუფლება. და და არჩევნებზე ზოგადად? ჩვენ ვართ მსჯელობის და კონსულტაციის ბოლო ფაზაში და სულ მალე ვიქნებით მზად იმისთვის, რომ საზოგადოებას წარუდგინოთ ჩვენი კანდიდატი თბილისის მერობის, ის როგორც მთელ რიგ წერტილებში კანდიდატები და მაჟორიტარობის კანდიდატები. დონალდ ტრამპის ვაჟი ამბობს, რომ სიიდისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი დიპ სტეიტის აპარატის შემადგენელი ნაწილია, ასევე კურსი გამოდის მეჩვეულ საქმეში. არაფერს მე რა ვთქვა. ამერიკის პოლიტიკაში არ ვერ არის. ეს არის ამერიკის პოლიტიკა. აი საქართველოში იგივე რიტორიკას ქართული ოცნების რეჟიმი იყენებს კრემლის ინტერესების დასაცავად. ეს არის დადასტურებული, შეგიძლიათ შეადაროთ სერბეთს, სლოვაკეთს და მთელ რიგ სხვა სახელმწიფოებს და ნახავთ, რომ საქართველოში როგორც იყენებენ აი ეგრეთ წოდებული deep state-ის რიტორიკას, ამას ჩადის მსგავსი ტიპის რეჟიმები. ფიცო, ორბანი, ვუჩიჩი და სხვა ავტოკრატები. ვინ არის ავტორიტეტული ადამიანი? მაგალითად დონალდ ტრამპის ვაჟი. არ ვიცი, არ ვიცი. და წიგნი არის ამ მიმართულებით დაწერილი და ავტორიტეტი რაში მდგომარეობს, მაგ კუთხით. ნაშრომის ავტორია თუ აბა ხო, არ ვიცი, რატო ავტორიტეტული შეიძლება იყოს პოლიტიკური მეცნიერი მაგალითად, რა ვიცი, ავტორიტეტული ასე შევს. ჩემთვის ავტორიტეტები ეგენი არის ყოშტში. ოქსფორდის პროფესორები და სხვა. იქ არ მინახავს ლიტერატურა ამაზე ჯერზე. მიოდათაშვილის საქმეზე რომ გადავიდეთ. დოკუმენტებზე ვერაფერს ვერ მოგახსენებ, იმ მარტივ მიზეზის გამო დოკუმენტებს არ ვიცნობ, მაგრამ შემიძლია შეგახსენოთ, რომ ის პირი, ვინც დათაშვილი გაამწესა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, არის იგივე პირი, ვინც ნაზი შამანაურის ზვიად გამსახურდია და სხვა არაერთი ადამიანი გაგზავნა ამავე მიმართულებით. ამიტომ როგორც ჩანს, ეს პირი ყველა რეჟიმს ემსახურებოდა და ყველა რეჟიმის სახელით გზავნიდა ადამიანებს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. მე ვფიქრობ, ეს არის და ის სხვა შორის მიხეილ სააკაშვილის დროს არის როგორც ჩანს დანიშნული შესაბამის პოზიციაზე. ამიტომ ეს არის ყველაზე კარგი განსახიერება იმ ჯამური უბედურების, რაში ჩვენი სახელმწიფო არის 30-ზე მეტი წლის განმავლობაში. ერთი და იგივე კაცი გზავნის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ყველა სხვადასხვა დროის, ყველა სხვა ეპოქის, სხვა პოლიტიკური რეჟიმების პოლიტიკურ ოპონენტებს. ეს რაღაცას ხონდა გვეუბნებოდეს ნორმალ საზოგადოებაში. და მე მეუბნება იმას, რომ ეს ამბავი არის ფუნდამენტურად გამოსაცვლელი. მარტო ხელისუფლება კი არა. აი მართლაც ეს რაღაცა ჩაკირული კასტა, რომელიც ყველა რეჟიმის დროს ერთი და იგივე ბოროტებებს ჩადიოდა. ასეთი ადამიანი არაერთი და ჩვენ რეალურად ვგინდა რომ ახალი ქართული სახელმწიფო შევქმნათ, უნდა დავიწყოთ იმით, რომ აი ესეთი ხალხი არ არსებობდეს და სწორ პრინციპებზე იყოს დაფუძნებული ჩვენი ქართული სახელმწიფო.